ჩვენ დაბრუნდით სტუდიაში და ჩვენი სტუმარი არის, როგორც უკვე გითხარით, რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე. ვაკო, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. და ჩემი პირველი კითხვა რაც იქნება შენთან, როგორ დაუახლოვდი ამ პროფესიას? და შენი დებიუტი როდის შედგა კინოში? მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. დებიუტი, ანუ პირველი ფილმი როდის გადავიღე, ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი პროფესიონალი დებიუტი იყო 2008 წელს, როცა გამოცხადა კონკურსზე მშვიდობით იარაღო, ეს გამოაცხადა სინეტეკმა და მაშინ ახალგაზრდა რეჟისორებს ჰქონდა იშვიათი შესაძლებლობა, რომ გადაგვეღო კინოფირზე მოკლემეტრაჟიანი ფილმები. და ამ კონკურსში გავიტანე მე ჩემი ორი პროექტი, რომელიც ორივემ გაიმარჯვა. და ვაპირებდით გადაღანო ერთ-ერთი მივეცი ჩემს მეგობარს, გიორგი ხობალიას და გიგა ბაინდურაშვილს, რომ გადაიღო ის სცენარი. და მეორე სცენარი უნდა გადამეღო მე, მაგრამ 2008 წელს დაიწყო ომი. და მაშინ უკვე ვიფიქრეთ, რომ იმის მაგერად რომ ეს სცენარი გადაგვეღო, ჯობდა უკვე ამ ომზე გადაგვეღო სხვა სცენარი და ანუ შეიცვალა ეს სცენარი რაღაც თვალსაზრისით? ანუ რადიკალურად შეიცვალა, სულ სხვა სცენარი იყო და სულ სხვა სცენარი გავაკეთეთ. მე ოღონდ ძალიან დიდი დავის და მსჯელობის მერე რომ ჯერ ახალია, ჯერ არ შეიძლება ამაზე გადაღება, მაგრამ ბატონი ბესო ოდიშარია იყო სცენარისტი, რომელს თქვა, რომ სანამ ახალია მაშინ უნდა გავაკეთოთ და არა, როცა დაგვიანდებაო და მოკლედ გავაკეთეთ ეს ფილმი სექტემბერი, რომელიც იყო ჩემი შენი პირველი დებიუტი შედგა რეალურად აქ, ხო? და ძალიან მაინტერესებდა, მინდა გითხო, დღევანდელი შენი საქმიანობა. მე ვიცი, რომ რაღაცა პერიოდში ცხოვრობდი ამერიკაში, რადგან მე მინდა ვისაუბრო იქაო კინოსკოლაზე და აქაო კინოსკოლის შედარებაზე, ეს შემდგომი კითხვა არის, მაგრამ მანამდე მინდა გითხო შენი დღევანდელი საქმიანობა, ამიტომ მე ვიცი, რომ შენ გაქვს საპროდიუსერო კომპანიაც, ხო? Film Asylum, ეგრე არის. აი მინდა რომ მაგასაც ვისაუბრო და თქვენ რაღაც გეგმებზე. ეს Film Asylum-ის იდეა საერთოდ გაჩნდა ნიუ-იორკში, ჩემ კურსელებთან ერთად თქვით, რომ როცა გავიშლებოდით სხვადასხვა ქვეყნებში, ყველგან გაგვეკეთებინა პატარ-პატარა კინოკომპანიები და Asylum არის თავშესაფარი, ანუ კინოს თავშესაფარი, რაღაც ესეთი იდეა იყო, რომ გქონდა კონტაქტი, სიტყვაზე თუ მე მინდა გადაღება პარიზში, მე დაურეკავ მარტივად და ვეტყვი, რომ აი ეს კადრები მინდა გადმომიგზავნე, თუ იმას უნდა საქართველოში მე გადავგზავნი, ან მოკლედ ასეთ თანამშრომლობის იდეა გაჩნდა და გავაკეთეთ კომპანიები ყველა ჩვენ ქვეყანაში. აქ ჩვენ გავაკეთეთ ჩემ ჯგუფელებთან ერთად, ვინც ერთად დავამთავრეთ თეატრალური, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. და დიდი ხანია თანამშრომლობით, თუმცა ასე ანუ არ ერქვა ამას ფორმა არ ქონდა, სიტყვაზე სტუდიის ან ერთიანი რაღაც ფორმა არ ქონდა, უბრალოდ ერთად ვიღებთ ხოლმე საერთოდ ყველაფერს, რაც კი რამე პროექტი გავიკეთებია. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავაკეთებინა საპროდიუსერო კომპანია, ეს ადამიანი შემომეკრიბა ჩემ ერთად და ერთად ვაკეთებთ ახლა სულ ახლახანს დავამთავრეთ ძალიან საინტერესო ვიდეო კლიპი გამოვიდა, რომელიც წარმატებით ასპარეზობს YouTube-ზე ჯერჯერობით და ნახოთ. თვითონ საპროდიუსერო თვალსაზრისით რა გეგმები გაქვთ? ანუ აი რას მოიცავს თქვენი რას თავაზობს დაუშვათ თქვენი კომპანია შემოქმედს, ასე ვთქვათ. ჩვენი კომპანიას აქვს ძალიან მრავალი პროფილი. მათ შორის არის სცენარის განვითარება, script doctor, ანუ script doctor-ი, რომლებიც ანუ ისევ სხვადასხვა ქვეყნებში ყავს პარტნიორები, რომლებიც ამას აკეთებენ. არის რეკლამის კრეატიული განვითარება, production-ი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ production house-ი, როგორც ესეთი საქართველოში ჯერჯერობით არ არის ესეთი ანუ არ არსებობს, ასე ვთქვათ და ჩვენი არის ის კომპანია, რომელიც ესა აქვია. ეს production house მაინც რო გამომართოთ მაყურებელს, აი რა არის? production house-ი არის, რომელიც ვთქვათ, თუ არის რაღაც კომპანია, რომელიც კრეატიულად ავითარებს რაღაც პროექტს და მას სჭირდება, ასე ვთქვათ, ტექნიკური პერსონალი და ტექნიკური უზრუნველყოფა. ჩვენ ამას უზრუნველყოფთ პერსონალით და ტექნიკით. აჰა, გასაგებია. მე მინდა რომ ახლა მაყურებელს შევთავაზოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი და უფრო ისე წარმოდგენა რომ შეექმნათ, სადაც ვსაუბრობთ და გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით. აი ეს ბზარი იყო აქ თუ არა? რატოა გულაი? 2008 წლის აგვისტოს ომის თემის თავისებური ინტერპრეტაცია და ამბავი შემთხვევით გადარჩენილ ბავშვზე, რომელიც უშიშრად მიყვება ჯარისკაცებს მისთვის ძვირფასი მედალიონის დასაბრუნებლად. Стой, стрелять буду! Стоять! ფილმი სექტემბერი ახალგაზრდა რეჟისორის ვაკო კირკიტაძის პირველი ნამუშევარია და პირველის კვალობაზე საკმაოდ წარმატებულიც.
ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში წარადგინეს. ახალგაზრდულ ოსკარზე საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ ყველაფერმა კი დამწყებ რეჟისორს უდიდესი стимули მისცა. Достал черношопы! Что, с ума сошел? Это тебе не игрушки, война, блядь. Ну, прости. ყველაფერი კი სინეტეკის მიერ გამოცხადებული კონკურსით დაიწყო, სადაც მისი მეგობრები, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებიც მონაწილეობდნენ. 2008 წელს დავიწყე ჩვენ ესეთი პროექტი, რომელსაც ერქვა ზაფხულის კინოსკოლა და ჩავატარეთ საკმაოდ მასშტაბური კონკურსი. ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მაშინ სტუდენტებმა. გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. ეს იყო პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ბოლო ფილმები იყო, რომლებიც გადაღებული იყო კოდაკზე. და საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები იყვნენ. მათყავდათ საინტერესო პედაგოგები, ძალიან გამოცდილი პედაგოგები, ელდარ შინგელა, გუგ მიქელაძე, ბევრი სხვები, ბესოდი შარია, კოტე ჯანდიერი და ბევრი, რომლებიც ეხმარებოდნენ ჩამოყალიბებულიყვნენ პროფესიონალებად. სწავლა ნიუ-იორკში გააგრძელა. გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც არაერთი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და მრავალი ფესტივალის მონაწილე გახდა. მიღებულმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა თავის მეგობარ კოლეგებთან ერთად კინოკომპანია შეექმნა, რომელსაც სიმბოლურად ფილმის თავშესაფარი, ფილმ ესაილუმი დაარქვა. დამწყები რეჟისორებისთვის საკუთარი ადგილის დამკვიდრება და პირველი ნაბიჯების გადადგმა დიდი სირთულეა, განსაკუთრებით საქართველოში. თუმცა ფილმ ესაილუმი ახერხებს და 2012 წელს ჯეოსელისა და დუდა პროდაქშენის პროექტ იასამნისფერ ალმანახში თაზო ნარიმანიძის, გიორგი ქობალიასა და გიგა ბაინდურაშვილის ფილმების წარმოებაში აქტიური წვლილი შეაქვს. იწყებს პარტნიორობას ნიუ-იორკთან, ლონდონთან, ლოს-ანჯელესთან, პარიზთან და სხვა ქალაქებთან. საქართველოში კი აქტიურად აწარმოებს მრავალი ფორმატის აუდიო-ვიზუალურ პროექტებს. მე ფილმების უყოლასი ვიცი, მინახავს და ის მათი სტილი ახალგაზრდული რაღაცის, აი ირონიაც, ხანდა ის ლირიზმიც, ხანდახან ისეთი სიმკაცრეც ძალიან მომწონს და მიხარია რომ ქართულ კინოში ესეთი ახალგაზრდები მოდიან. და იმედი მაქვს რომ აი ეს გზა რომელიც მათ აირჩიეს ერთად ერთმანეთის მხარდაჭერით წარმატებულიც იქნება რა. ფილმ ესაილუმის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ეს მუსიკალური კლიპია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. საბა ფრუიძისა და გვანცა ჯაფარიძის მუსიკალურ კლიპზე გიორგი ქობალიამ, გუკა გულიაძემ და ვაკო კირკიტაძემ ემუშავეს. ახალგაზრდა შემოქმედებით ჯგუფს წინ კიდევ მრავალი სერიოზული გეგმა აქვს, მრავალი მიზანი, რომელსაც ის თავისი ძალებით, დაგროვილი გამოცდილებითა და გუნდური მუშაობით ქართულ და არა მარტო ქართულ აუდიტორიას შესთავაზებს. ჩვენ დავბრუნდით სტუდიაში და ჩვენი სტუმარი არის ისევ შეგახსენებთ რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე. ვაკო, მინდა ვისაუბროთ აუცილებლად ფესტივალებზე, სადაც იყო შენი ფილმი და ეს პირველი ნაბიჯები ფესტივალებზე, პირველი ტრამპლინები, ასე ვთქვათ, ხშირად ხმარობ ხოლმე ამ სიტყვას ჩვენ სტუმრებთან და მინდა მაგასაც ვისაუბროთ. და საფესტივალო მოკლე სტრატეგიაზე შე როგორ ხედავ ხოლმე ამას თვითონ ფილმის საფესტივალო ცხოვრების განვითარებისთვის? ჩემი პირველი ფილმი, ისე როგორც გითხრათ, იყო სექტემბერი, რომელიც მონრეალის კინოფესტივალზე მოხდა და იქიდან უკვე ძალიან ბევრმა სხვა კინოფესტივალმა აიღო. ბოლოს უკვე პროდიუსერები არც ცდილობდნენ, რომ სადმე გაეტანათ, უკვე ელოდებოდნენ შემოთავაზებებს სხვა ფესტივალებიდან, რომ მიიღოთ ეს ფილმი და მე უკვე ამ ფილმის გაგზავნა მოხდა სტუდენტურ ოსკარზე.
ასევე იყო ჩემი მეორე ფილმი რეზუსვარყოფითი, რომელიც ასევე ძალიან ბევრ ფესტივალზე იყო და ზოგადად ანუ ფესტივალების მიმართ ჩემი მიდგომა არის ცოტა ასე ვთქვათ სკეპტიკური, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამითი ანუ არ ვითარდება რეალურად შენი არც კარიერა და არც ფილმი არ იყიდება ფესტივალებზე. ამიტომ ფესტივალებმა შეიძლება მოუპოვოს ფილმს რაღაცა ავტორიტეტი და ცნობადობა. და რეჟისორსაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის რეალურად გაყიდვა მე კინომარკეტზე, რომელიც ანუ თუ მოკლემეტრაჟიანია, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია იმის დაყინება კინოთეატრში, მაგრამ არის ძალიან ბევრი ტელევიზიები, იგივე არტე, კანალ პლუსი და სხვა ტელევიზიები. უფრო ევროპული ხო? ევროპული, რა თქმა უნდა. ნუ იაპონიაშიც არის რამდენიმე რომელიც ყიდულობს და HBO არის ამერიკაში, რომელიც ყიდულობს მოკლემეტრაჟიანებს. ამიტომ ჩემი ბოლო ფილმი, რომელიც გადავიღე ნიუ-იორკში, ეს იყო გამოფენა. ფესტივალზე არ გამიგზავნია, პირდაპირ შევთავაზე ესეთი ქიმელის ხელოვნების ცენტრი არის. გადავგზავნე ფილმი და უთხარი რომ ამის პრეზენტაცია მომხდარიყო იქ. და ამ ქიმელის ხელოვნების ცენტრში ძალიან ხშირად არიან ხოლმე აგენტები და სხვადასხვა კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და იქიდან უკვე ერთ-ერთმა შემომთავაზა რომ ეს HBO-ზე გაგვეგზავნა ეს ფილმი. და HBO-ზე მოხდა და გაიყიდა რეალურად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე პირადად გავყიდე ფილმი, ასე ვთქვათ, ჩემი ნამუშევარი. მანამდე სექტემბერით დადგა რამდენიმე ტელევიზიაში ევროპაში, მაგრამ ეს ანუ ასე ვთქვათ, ჩემი ნაშრომი არ იყო უფრო ავტომატურად მოხდა ეს ყველა. ანუ მნიშვნელოვანია საფესტივალო რაღაც ფილმის საფესტივალო ცხოვრებას პარალელურად მიდიოდეს ეს რაღაცა მარკეტინგული სტრატეგია, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კინოფესტივალებზე მაყურებელი არის ძალიან, ანუ შეზღუდული მაყურებელი ყავს. მაინც რაღაცა ყველა კინოფესტივალს აქვს თავისი ნიშა, რის მიხედვით აფასებს კინოს, იღებს ფილმს, ან იმ წელიწადს აქვს ხოლმე რაღაც სტრატეგია, რომ აი ამ წელიწადს ჩვენ გვექნება ეს თემა. ამიტომ ძალიან მცირეა მაყურებელი და ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავის პროდუქტს გარდა იმისა, რომ თქვა ფული შოუს, ძალიან დიდი მაყურებელი ყავდეს, რომელმა ადამიანმა ნახოს. კინოს მთავარი ფუნქციაც, რაც განსხვავდება თქვა სხვა ხელოვნების დარგებისგან, ის არის, რომ ძალიან ბევრ მაყურებელთან და ფართე აუდიტორიასთან შეგიძლია კომუნიკაცია და თუ ეს კომუნიკაცია არ შედგა, მაშინ ამ პროდუქტის ფასი ნოლია ჩემი აზრით, ამიტომ ვფიქრობ გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. შენ ახსენე ნიუ-იორკი და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ მაგაზეც. მინდა ვისაუბროთ იმ სკოლაზე, სადაც შენ სწავლობდი ნიუ-იორკში და მინდა უბრალოდ შენი აზრი მოვისმინო, რა განსხვავებებს ხედავ დავუშვათ იქაურ სწავლებას და აქაურ სწავლებას შორის. მე დავამთავრე ნიუ-იორკის კინო უნივერსიტეტი, ტიშის სკოლა, ესე ქვია. ეს არის ერთ-ერთი კი არა, ყველაზე რეიტინგული კინოსკოლა ამერიკაში და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მსოფლიოში. და ნუ პირველ მეორე ადგილს ყოველთვის იკავებს ხოლმე წლის რეიტინგში. და ანუ სისტემა მთავარი განსხვავება ჩვენს სკოლასა და ამ ნიუ-იორკის სკოლას შორის არის სისტემა. რაც ანუ ნიუ-იორკის მთავარი პრიორიტეტია, რომ ეს კინო ასე ვთქვათ, ფილმეიკერ როგორ არის ქართულად? ფილმეიკერ, ნუ რეალურად ანუ ზუსტი თარგმანი არ არის ალბათ, მაგრამ მაინც კინოშნიკი რა. ხო, კინოშნიკი ალბათ ქართულად. ხო. კინოშნიკი უფრო ესეთია. კინოშნიკები მოკლედ აბსოლუტური პროფესიონალი გამოვიდეს. ანუ ყველაფერი ისწავლება დაწყებული ხმის რეჟისურიდან, ანუ ყველაფერზე გიწევს სწავლება, როგორ ბუმ ოპერატორი, ხმის მიქსი, ოპერატურა, გაფერობა, გრიფი, განათება, მხატვრობა, აბსოლუტურად მსახიობის ოსტატობა, ყველაფერს გასწავლიან იმისთვის, რომ შენ იყო აბსოლუტური პროფესიონალი. და ამ უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანი, ასე ვთქვათ, ჯერ პირველ რიგში ხო კინოინდუსტრიაში არ დაიკარგება, იმიტომ რომ აუცილებლად იპოვის რაღაც თავის საქმეს, რაც შეუძლია რომ ასე ვთქვათ, თავი შეინახოს მარტივად, მაგრამ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიონალისტვის კინოში, ეს იქნება რეჟისორი თუ ხმის რეჟისორი თუ მსახიობი, რომ იცოდეს ყველა ასპექტი თუ როგორ კეთდება კინო. ძალიან მნიშვნელოვანია თქვა მსახიობისთვის იცოდეს ლინზა, რა ლინზაზე როგორ ითამაშოს, ხმის რეჟისორმა, ბუმ ოპერატორმა იცოდეს რა ლინზაზე როგორ დაიჭიროს ეს ბუმი, რომ უფრო გამარტივდეს და ანუ პროფესიად იქცეს ეს და არ იყოს რაღაცა მოყვარული ადამიანი. რაც შეეხება ქართულ კინოსკოლას, აქ უფრო ჩემი აზრით უფრო მოყვარულის დონეზე ხდება სწავლება
და არის თეორია იმისა, რომ თუ ადამიანს უნდა სწავლა, შეუძლია ყველგან ისწავლოსო, ამას ვეთანხმები, მაგრამ მაშინ არ არის საჭირო ყველა უნივერსიტეტში ჩაბარება და 4 წელი იმაში დაკარგვა, თუ მაინც შენ თვითონ უნდა ისწავლო. ამას ჯობია, რომ ძალიან მარტივად დაიწყო მუშაობა და იარო გადაღებებზე და იქ უფრო მეც ისწავლე, ვიდრე უნივერსიტეტში უბრალოდ იჯდე და უსმინო რაღაც. შენი ინტერესით და პრაქტიკით შეიძლება უფრო დიდი რაღაც მიიღო, ხო? რა თქმა უნდა. და ზუსტად ეს არის რაღაცა მოყვარულის დონეზე ხდება, თქო რეჟისორი რომ ამთავრებს თეატრალურს, იმას ძალიან დიდი შრომა უწევს იმაში, რომ თავის პროფესია ჯერ გაიგოს რა არის და მე ჩამოყალიბდეს პროფესიონალად რა. ანუ მე რო დავამთავრე თეატრალური არ ვიცოდი იმისი 10%-იც კი რაც უნდა იცოდეს undergrad-ის დამთავრებულმა რეჟისორმა. ანუ იდეოლოგიური პრობლემაც არის რაღაც თვალსაზრისით, ხო? რაღაც იდეური სწავლების იდეური პრობლემაც არის და არა მარტო სტრუქტურული, ხო? ხო, ანუ იდეა და ანუ ამას სისტემა თვითონ რა როგორ ხდება სწავლება, რომ დაწყებული არჩევით, ანუ სელექციით სტუდენტების, გასაუბრებით დამთავრებული და სწავლების სტრუქტურით დამთავრებული ყველაფერი ჩემი აზრით არის ჯერ ასეთი არასწორი და მეორეც ძალიან მოყვარულის დონეზე უფრო ვიდრე პროფესიონალი. და აი დაუშვათ რა გზა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენი აზრით, რომ აი ოდნავი ცვლილება რომ რაღაც სწორ გზაზე შეიძლება დააყენოს. ოდნავ ცვლილება რომ დავუშვათ სწორ გზაზე დააყენოს ეს ყველაფერი და ნელ-ნელა განვითარდეს და შეიცვალოს, რა. ჩემი აზრით რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რაც და ამისია თქვა, ანუ ტექნიკური ბაზაც აქვს თეატრალურს და ყველან არის შესაძლებელი იმისი, რომ უფრო დაახლოს ერთმანეთს სტუდენტები. სამსახიობო ფაკულტეტი, სარეჟისორო ფაკულტეტთან, ეს სარეჟისორო ფაკულტეტი თქვათ ხმის სარეჟისოროსთან და ამითი მოხდება ის, რომ ამ კოლაბორაციით მოხდება სხვადასხვა პროფესიის შესწავლა და გაგება, იმიტომ რომ აი ქართულ სეტზე სიტყვაზე ფილმზე რო უყურებ ხოლმე ძალიან ხშირად ხდება, რომ აი რეჟისორს არ ესმის ხმის რეჟისორის მაგალითად, რომ რატომ ამბობს ის, რომ გენერატორი შეფუთეთ სიტყვაზე და ამას ნერვები ეშლება, რომ აი მე მსახიობთან მუშაობ და აი ეს ხოია ხო ბრაზობს რომ ეს ადროს გენერატორია. ამ დროს ვერ ხდება ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს იმის პროფესიაა და ის ზრუნავს იმაზე რომ ის ხმა ჩაწეროს ძალიან სუფთად, იმიტომ რომ ეს მას აინტერესებს. ეს აქვს ნასწავლი და мотиваცია ის არის მაგისი გადასაღები მოედანზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კოლაბორაცია. იგივე მსახიობთან, რომ მსახიობს რაღაც უჭირს შეკითხვას სვავს ხშირად მსახიობი და რეჟისორს ამაზე რაღაც უცნაური რეაქცია აქვს ხოლმე, რომ აი რატო ვერ იგებს ან რა საჭირო ამდენი შეკითხვა. ან ესეთი რაღაც პრობლემები რო არ მოხდეს გადაგასაღებ მოედანზე, საჭიროა რომ უფრო დაახლოვდნენ სტუდენტები, ერთად გააკეთონ პროექტები უფრო ხშირად, არა წელიწადში ერთხელ რაღაც რა ქვია, საკურსოები და სადიპლომოები, არამედ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაკეთდეს ერთობლივი ნამუშევარი სავარჯიშოს სახით. და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდ განსხვავებას მოგცემს მაშინ. და ბოლო კითხვა რაც მე მექნება შენთან, შენი საამალო გეგმები ოღონდ როგორც რეჟისორის ამ შემთხვევაში, თუ არის ამ პროექტი, რომელსაც შენ დავუშვათ ფიქრობ, რომელიც განხორციელებას კიდევ უახლოეს მომავალში და თუ გვაქვს დავუშვათ იმის შანსი, რომ რაღაც თვალსაზრისით დავაანონსოთ ეს. სულ ახლახანს დავამთავრე სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი, სამი ადამიანი გადავედით ფინალში, რომელსაც მოგცეს გარკვეული თანხა რომ დაგვეწერა სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი. და ეს სცენარი არის ჩემი სცენარი ქართველ მეცნიერზე, რომელსაც გამოიგონა საჰაერო ბუშტი. და ახლა ველოდები პასუხს თუ გაიმარჯვებს დამიფინანსებენ ამ სცენარს, მაგრამ რეჟისორობაზე უფრო მეტად ახლა კონცენტრირებული ვარ პროდიუსინგ, ჩემი როგორც პროდიუსერის განვითარებაზე, იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრს გონია რომ პროდიუსერი არის ადამიანი, რომელიც თანხას ითვლის და მე ხარჯავს ამას, რეალურად პროდიუსერი არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალიან მაინტერესებს ეს პროფესია და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორი, ოპერატორი საქართველოში, მაგრამ პროდიუსერი არის ძალიან ცოტა და ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო კარგი პროდიუსინგი ჭირდება, ვიდრე აი რა თვალსაზრისით შეგიძლია მაგალითად ვისაუბროთ აი. ანუ პროდიუსერის მთავარი ფუნქცია აი რეალურად ქართველი პროდიუსერების აი ფუნქცია კონკრეტულად ეხლა რაც არის და დაკისრებული მათზე და რა შეხედულებაც არის მათზე, ხო? აი რაღაც მაგაზე ჩამოვარ და საუბარი და მოდი მაგაზეც ვისაუბროთ. ისევ იგივე ეს პრობლემაა სიტყვაზე ქართულ პროდიუსინგში, რაც თეატრალზე ვისაუბრეთ, რომ არასწორად ჩამოყალიბდა ეს პროფესია საქართველოში. ყველას გონია და ასეც არის, რომ ანუ ბიუჯეტს თუ დათვლის და რაღაც ორგანიზებას გაუკეთებს გადაღებას, ეს არის მისი პროფესია. არა და პროდიუსერის მთავარი მიზანი და რატომაც პროდიუსერი იღებს ოსკარს დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმისთვის და არა თქვა რეჟისორი ან
მსახიობი. არის ის რომ პროდიუსერი იღებს თავარ კრეატიულ გადაწყვეტილებებს, ანუ ის ამბობს რომ ამ სცენარს სიტყვაზე მოუხდება ეს რეჟისორი და ამ რეჟისორთან კარგად იმუშავებს ეს ოპერატორი, ისკრიბავს ჯგუფს, მე ის ერევა ასე ვთქვათ კრეატიულ განვითარებაში, კასტინგში რომელი მსახიობი როგორ მოუხდება და ანუ ყველა საბოლოო ჯამში როგორც ასე ვთქვათ დირიჟორი აკეთებს ამის ორგანიზებას, რომ ყველამ ძალიან კარგად ითანამშრომლოს ერთად, რაც ფილმისთვის არის სასაცილო მნიშვნელობა, რომ ყველამ ძალიან კარგად იმუშაოს. Spike Lee იყო ჩემი პედაგოგი იმაში, რა ქვია, ნიუ-იორკში და ეგეთ რაღაც მითხრა, რომ გადაიღო კარგი ფილმი, ესო არის ძალიან ძნელიო და თითქმის შეუძლებელი, მაგრამ რომ გადაიღო საუკეთესო ფილმიო, ეს არის სასწაულიო. იმდენ სასწაული უნდა მოხდეს, რომ იმდენად ყველამ თავის საქმე იცოდეს და ყველამ ძალიან კარგად უნდა გააკეთოს ეს საქმე. და ზუსტად აი ეს რომ სასწაული მოახდინოს, არის პროდიუსერის მოვალეობა მთავარი და ვფიქრობ, რომ კარგი პროდიუსერი მოახდენს სასწაულს ქართულ კინოში. მე მინდა დიდი წარმატებები გისურვო შენ სამომავლო გეგმებში და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.